ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ PXLR Express. აქ გვაქვს 4 ღილაკი: Browse, Open URL, Webcam და Collage. Browse-ით ავჭერთ სასურველ ფოტოს, Open URL-ში ჩავსვამ სასურველ ფოტოს ლინკს და ისე მოვახდენს მის რედაქტირებას. Webcam-ით გადავიღებთ ფოტოს ადრესშიც და Collage-ში ჩავსვამ სასურველ ფოტოებს. აქ გვაქვს რამოდენიმე ფოტოკოლაჟი, როგორც ხედავთ, არიჩევთ სასურველს და ჩასვამთ ცარიელი გრაფებში სასურველ ფოტოებს. იყოს ეს. ამის შემდეგ finish-ით, save და არიჩევთ სასურველ ადგილს, სადაც გინდათ შეინახოთ. Desktop-ის ეკრანიც და ის ავტომატურად შეინახება. კარგი, ავიჩევთ ღილაკი Browse, მოდი ამ შემთხვევაში ავიჩევ ამ collage-ს და დავიწყოთ adjustment-დან. აქ გვაქვს ფერები. დავტოვებ ესე, ავიჩევთ ღილაკს Apply. ამის შემდეგ ავიჩევთ ეფექტი. როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი არჩევანია, მე პირადად ფოტოების ეფექტისთვის ვიყენებ ამ გვერდს. ასევე გვაქვს overlay, სადაც არის ასევე სხვადასხვა ეფექტები. მოდი მივცეთ ცეცხლის ეფექტი. შემდეგ არის ბორდერი, რომელიც ფოტოს მისცემს ჩარჩოს ფორმას. ავირჩიოთ სასურველი. მოდი დავტოვებ ესე. Apply. ასევე შეგიძლიათ დამატოთ სტიკერები. იყოს ეს. და ასევე შეგვიძლია შევცვალოთ მას ფერები, აქ გვაქვს color. ავირჩევთ წითელს. და ასევე შეგიძლიათ ჩასვათ სასურველი ტექსტი და მიანიჭოთ ტექსტს სასურველი ფონტი. მოდი იყოს აი ეს. ვაჭერთ Apply, Save და ვირჩევთ ადგილს, სადაც გვინდა მისი შენახვა. როგორც ვიდეო დასრულებულია, ნახვამდის.